სამწლიანი პაუზის შემდეგ კრის ბოტი ქართულ სცენაზე ისევ წარდგა ცნობილმა ამერიკელმა მესაყვირემ ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობდა. ჯაზის საღამოზე მუსიკოსმა ცნობილ თავის ბენდთან ერთად ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. ჯაზის საღამოს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭოლის ხელმძღვანელობით აფორმებდა. საღამოდან შემოსული თანხით ფონდმა იავნანამ კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. მადლობა მხარდამჭერებს თეატრის საღამოსთვის, მაგრამ კიდევ საქართველოში ჩამოსვლისთანავე შესანიშნავი განწყობა დამეუფლა. აქ უკვე მესამე თვიმყოფები. აღფრთოვანებული ვარ საზოგადოების დამოკიდებულებით, ჩემი მუსიკისა და ზოგადად მუსიკის მიმართ. დიდი მადლობა, რომ ასე კარგად იცნობთ ჩვენს შემოქმედებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ერთად ვართ, ყველანი ერთად ვაკეთებ დიდ საქმეს. მრავალშვილიან ოჯახმა მიიღო გასაგები დღეს გადაეცა მათ, მაგრამ ორი ოჯახის კიდე გაბედნიერდება, ორი ოჯახი, რომელსაც შემოწირულობა აი დღეს გაკეთდა ზუსტად